ცელიაკიის შესახებ რომ გავიგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, დავგუგლე ის ცნობილი ადამიანები, ვისაც აქვთ ცელიაკია ან გლუტენთან პრობლემები და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი. აი მაგალითად, ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს ცელიაკია. სხვათა შორის მასაც გვიან დაუდგინდა და ასეთი რამ თქვა, რომ რაც უგლუტენო კვებაზე გადავედი, უკეთესად დავიწყე ჩოგბურთის თამაშიო. თუმცა მე მგონია, რომ არც მანამდე უჭირდა განსაკუთრებულად. გლადიატორ რასელ კროუს მთლად ცელიაკია არ აქვს, თუმცა აქვს გლუტენის აუტანლობა და სრულიად უგლუტენო ცხოვრების წესზე არის გადასული. თუმცა ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ გლადიატორში ხორბლის ყანაში ვერ გაეარა. Spice Girls-ის წევრი და სერ დევიდ ბეკემის ცოლი ვიქტორია ბეკემი. ალბათ სერ დევიდის ჰობი და გატაცება ფერმერობასთან დაკავშირებით მისი ცოლის გლუტენის აუტანლობასთან არის დაკავშირებული. გვინეთ პელტროუსაც პრობლემა აქვს გლუტენთან დაკავშირებული და სხვა შორის რამდენიმე წლის წინ საკმაოდ საინტერესო რეცეპტების წიგნიც აქვს გამოცემული, სადაც სრულად უგლუტენო რეცეპტებზეა საუბარი. მოკლედ, კიდევ ბევრია მაილი საირუსი, კარდაშიანებიდან რომელიღაცა Katy Perry, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებსაც სახეზედაც ვერ ვცნობ. მოკლედ, რაც თავარია, მარტონი არ ვართ ხალხო.